შეეხება სამგურელს 7 და 7-ზე მეტი არავის წაუგია სებოლინას და სატურნი რო ცხრილში 4 ქულით იბერია 1999. ეს ეპიზოდი ვნახოთ, შერგელაშვილი გამჭოლი პასი დარტყმაც მოხერხდა და ტელები შემოიკრიბა სეზონის წინ იბერიამ და ვნახოთ ეს გუნდს რა შედეგზე გაიყვანს. საგანია ითქვას აკაკი ფარჯიკია იმ თვალსაზრისით რომ ყოფილი ფეხბურთელები საჭები ხდებიან აქ როგორი შეცდომა და როგორი შანსი თუ პენალტი არ დაინიშნა კი დაინიშნა ველისოლი კარგად შეასრულა ცენტრში დაარტყა მეგრელიშვილი გადახდა მარჯვნივ მე-6 პოზიციაზე უფრო სწორედ კარგია რომ პირველ ტაიმში გოლიდან გატანილი იური ტაბატაძის გზას აგრძელებს ის არ იყო მცველი დაუბრუნდებით ამ თემას იქამდე გავაგრძელოთ ეპიზოდი კარგი აჩქარება რბილი პასი 2-0 ველისოლის დუბლი ცივი შხაპი დღეს არ წვიმს ყალტუბოში ვთქვით განსხვავებით ზოგადად მაისის თვეში როგორც ხდება ხოლმე აი ამ ბრაზილიური ჟოგა ბონიტოთი და გოლით რომელიც გავიდა სამგურალი იგებს უკვე ანგარიშით 2-0 კლაუდიო სებოლინა წაუცეკვა ბრაზილიურად და მერე სამბა დე ჟანეირო პასი ველისოლზე დუბლი 2-0 და სამგურალი უკვე იმყარებს ლიდერობას დღევანდელ შეხვედრაში. ნამდვილი ბრაზილიური გოლი გამოვიდა. რამეთი პაბულურიანი გათამაშება და კარგი ეპიზოდი გადარჩა, კი გადარჩა სამხში იყო რა სამწუხაროა ესეთი ტრავმა რომელიც მან მიიღო ჯვარდი ნიოგების გაწყვეტა 9 თვე გაუწდება. კადისი მთავარია რომ ლა ლიგა 2-ში დარჩა. აკი როგორი მომენტი და 3-0. რა ხდება საერთოდ სებოლინა შიც სამბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა როგორ გამოეპარა სებოლინია მცველებს მანაც უბადლოდ შეასრულა რაც გუგა ნერგაძე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია ეს არის მეორე შემთხვევა როდესაც იბერიამ გაუშვა როგორც მინიმუმ 3 გოლი ეს იყო ერთადერთი ქუთაისის ტორპედოსთან 2025 წლის 21 ოქტომბერს და ამის მერე ხდება მეორედ ასეთი რამ იშვიათად ისეთი ჩავარდნილი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის თამაშობდა იქ სხვა შორის 4 გოლიც გაიტანა უკვე 3 მატჩი და აი წელს პირველი მატჩი აქვს კრისტალბეთ ეროვნულ შეძლებენ უკვე სასწაულის ჩადენას იმიტომ რომ დრო ცოტა კუცია ბრავო წინ მარტოა მაგრამ როგორ შეუძლია სივრცეების მოგება ვიცით ჯინჯოლავას გაცდა დარტყმა რა მომენტი იყო და კიდევ ქულას აგროვებს 18 ქულას და დასავარდნ ზონას აღწევს თავს ლუკას კაფე წაიქცა საჯარიმოში და პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა სეზონში პენალტების ერთ-ერთი საუკეთესოა უკვე აი ამ გატანილი გოლის შემდეგ ჯინჯოლავა ძალიან კარგად შესრულებული 4-დან 4 პენალტი ამ სეზონში 3-1 ანგარიში და დრო რომელიც ახლა 3 წუთია მაგრამ ეს 2 წუთი პენალტის დაანიშნას შესრულებას მოხმარდა და წესით ჯინჯოლავა გაისწორა ბურთი დარტყმა 3-2 რა გოლი შეაგდო გიორგი ჯინჯოლავამ არც აუკეთესო გოლი რა გაისროლა ჯინჯოლავამ 97 წუთი მიდის უკვე და დაატრიალა 99 წუთამდე 3-0 იყო ანგარიში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და გარკვეული ამ შეხვედრაში მაგრამ სასტვენის ხმა რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვნახეთ გამორჩეული უხგოლიანი კარგი თამაში პირველ ტაიმში და